ხობი ფოთს უახლესი გზით დაუკავშირდება. ხობი ახალ სოფელი ჭალადიდის დამაკავშირებელი 10 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ახალი გზის მშენებლობისათვის 6 მილიონამდე ლარი იხარჯება. ასფალტ-ბეტონის საფარის გარდა ეწყობა ხიდები, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღროები და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო სამეგრელო ზემოსვარეთის გუბერნატორი ლევან შონია. ასფალტი 5 კილომეტრ ნახევარი გაკეთებული. ეს გზა ფაქტურად იყო გაუვალი გზა და რაიონი თვითონ იყო შეწუხებული, მოსახლეობა იყო შეწუხებული და საგზაო დეპარტამენტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს გვერდში დაგვიდგა. დაიწყეს სრული ამ გზის 10 კილომეტრ ნახევრიანი გზის რეაბილიტაცია, სადაც თლიანად პრაქტიკულად დასაქმებულია ადგილობრივები. ამ ეტაპისთვის 5 კილომეტრ ნახევარია საფარი მოწყობილია უკვე, 7 კილომეტრი სტაბილიზაცია, რასაც ქვია ცემენტის საფუძველი მომზადებულია უკვე, გაკეთებულია. ახლა მიმდინარეობს გვერდის სამუშაოები, არხების ამოწმენდა მიმდინარეობს ბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოები და ხიდბოგირები.